საგარეო საქმეთა მინისტრი უპასუხებს ახლა ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მართალია დაგპატიჟეთ სასაუბროთ იმის შესახებ თუ რა ხდება აფხაზეთში, ჩვენი საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა და ის ვითარება, რომელშიც უკვე დიდი ხანია ვიმყოფებით რუსიფიკაცია და რუსოფობის მომატებული საფრთხე რუსიფიკაციის, მაგრამ მაინც მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო იმით, რაც ხდება ახლა ქართულ ოცნებაში, რასაც ვუყურებთ ამ ბოლო პერიოდში. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორგზის პრემიერი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, აი აგვისტოს თვეში აქვეყნებს წერილს და ამბობს, რომ მე მაქვს პრობლემები. პირველ წერილში იყო ადრესატი ბიძინა ივანიშვილი და ის ოჯახს ელაპარაკობდა და უსაფრთხოებაზე, მეორე წერილის ადრესატიც ალბათ ბიძინა ივანიშვილი იყო, მაგრამ დამნაშავედ მამუკა მდინარაძე გამოიკვეთა მხოლოდ და მესამე წერილში იყო კიდევ ერთგულების დადასტურება, მაგრამ იმაზე ლაპარაკი, რომ მისი ოჯახი აღმოჩნდა წნეხის ქვეშ. რა შეიძლება ახლა ხდებოდეს მეფის კარზე, როგორ ფიქრობთ? საღამოშიდობის ნათია, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო, სადაც ფუნქციონირებენ დემოკრატიული ინსტიტუტები, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები თუ მართლმსაჯულების ინსტიტუტები წყვეტენ ამა თუ იმ ნებისმიერი ტიპის დავას, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის შეიძლება წარმოიშვას, არამედ ყავს მართველი ოლიგარქი, რომელმაც შექმნა არა მხოლოდ კლანური, არამედ ტიპიური, კრიმინალური, მაფიოზური, აი როგორც კანონიერი ქურდების დროს როქსმენია და გვინახავს იმ ტიპის მმართველობა ძალიან ძნელია რიგითმა საშუალო სტატისტიკურმა ადამიანებმა, რომლებიც რაღაც მეტნაკლებად წესიერი ჩარჩოთი ვაზროვნებთ, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ცხოვრება გამოგვივლია და 90-იანების გამოგვივლია, ამოვიცნოთ რა შეიძლება აი ამ ტიპის კრიმინალების თავში იხარშებოდეს, მოქმედებდეს, რა საფუძველი შეიძლება ედოს აი ამ ანგარიშწორებებს, მაგრამ თუ რამეში არის ივანიშვილი თანმიმდევრული და რასაც ამდენი ხანია ვაკვირდებით და შეგვიძლია რომ რაღაც დასკვნები გამოვიტანოთ თუ რაღაც პატერნები დავინახოთ ამ შემთხვევაში, არის ის, რომ ის განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება იმ ადამიანებს, რომლებსაც თulis რომ მასთან ამა თუ იმ ფორმით ვალში არიან. არის ახლა ფინანსური ანგარიშწორება თუ არის ადამიანური თუ პერსონალური თუ არ ვიცი რა ტიპის, მაგრამ ჩემი აი ამ ბევრი წლის შეიძლება დილეტანტური დაკვირვებით ივანიშვილის ყველა ანგარიშწორების გზა არის იმ ადამიანების მიმართ, იქნება ეს საკუთარ გუნდში თუ ასევე ეგრეთ წოდებული ოპონენტების გუნდიდან, ვისთვისაც მას ერთი გროში მაინც გადაუხდია, ვის თulis რომ არ ვიცი კაცად აქცია და ვინც არიან მასთან ფინანსურად და მორალურად ვალში, არა მხოლოდ ანგარიშვალდებული, არამედ პირდაპირ ვალში. ეხლა ეს საკითხი საერთოდ არ დაგვაინტერესებდა ჩვენ ამ ფორმით. ეს რომ არ იყოს პირველ რიგში რაღაც მოხშირებული შემთხვევები, ხო, ამასობაში ვხედავთ რამდენ ადამიანს უკვე, რომელიც ასეთ უშუალო წრიდან ყოფილდაუნდეობის პირს, ან ძალიან დაახლოებული წრეებიდან, რომლებსაც ძალიან დიდი სისასტიკით უსწორდება. და მეორე, რაც მნიშვნელოვნად გვაინტერესებს, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს, არის ის, რომ ამაში მაფიოზებისგან და კლანებისგან და კანონიერი ქურდებისგან განსხვავებით მონაწილეობს სახელმწიფო სტრუქტურები, სახელმწიფო აპარატი, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ემსახურებიან არა მართლმსაჯულების ინტერესებს, არა სახელმწიფო ინტერესებს, არა სიმართლის დადგენას, არამედ ემსახურებიან ერთ კრიმინალს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რაღაც თავის თავში მოხარშული, არ ვიცი, რა ტიპის სქემით ვიღაცაებმა პასუხი უნდა აგონ და ამაში უნდა ჩაირთოს, ამაში უნდა ჩართონ პროკურატურის თანამშრომლები, ადვოკატები, ბადრაგები, რომლებიც მერე თავს მოიკლავენ, სასამართლო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ერთი რამ არის აქ მაინც საინტერესო კიდევ ერთხელ ირაკლი ღარიბაშვილი მაინც მიმართავს ბიძინა ივანიშვილს და თითქოს შთაბეჭდილება რჩება, რომ ის იმიტომ ეუბნება ამას თავის მამობილს და იმ ადამიანს, რომელმაც პოლიტიკაში მოიყვანა, რომელმაც დანიშნა პრემიერ-მინისტრად, პოლიტიკური კარიერა შექმნა, ზოგადად ესეთ ცნობაც ფიგურად აქცია, რომ მე შენთვის არ მიღალატია, მე შენთვის არაფერი დამიშავებია და შეიძლება ვიფიქროთ ასე, რომ მას მაინც იმედი აქვს, რომ ეს ივანიშვილის მიღმა ხდება და რომ ეს არის კლანებს შორის
ბრძოლა კობახიძე ბოლო პერიოდში ძალიან გაძლიერდა, მან მოახერხა ბიძინა ივანიშვილის კარზე, მეორეჯერ დაბრუნებაც და მერე სხვები რო ჩამოეშორებინა ივანიშვილს, განსაკუთრებით ერთგული ადამიანები ამაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო და და კიდე ერთი საქმე დავამატებ და მიპასუხეთ, ყველაზე ერთგული და მორჩილი მაინც ამ ჩამოთვლილ ადამიანებს შორის ყოველთვის მიიჩნეოდა ირაკლი ღარიბაშვილი. რა დააკლო თქვენი აზრით, რომ ასეთი გულისწყრომა დაიმსახურა? კიდევ ერთხელ ამბობთ, ყველაფერი, რასაც ვამბობთ, არის აბსოლუტურად სპეკულაციური, იმიტომ რომ მე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს კრიმინალურად მოაზროვნე ადამიანი რა ფორმით აზროვნებს, ან რა სქემებს ხაზავს თავის თავში, მე ამის გაშიფრვა უბრალოდ არანაირი გზით არ შემიძლია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ღარიბაშვილზე მაღალი წარმოდგენის არ ვარ, არც მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე განსაკუთრებული მაღალი წარმოდგენის არ ვარ, გონია რომ ისეთი სულელი ვერ იქნება, რომ მას ახლა ეგონოს, რომ რაც მის თავს ან ნებისმიერი ადამიანის თავს ხდება ივანიშვილის გარემოცვიდან, ხდება ისე, რომ ეს ივანიშვილმა არ იცის ან არ არის მის მწვანეში უკანთებული, ან ეს არ მომდინარეობს მისგან. პრაქტიკულად გამორიცხული ადამიანი, რომელიც ორგზის პრემიერ-მინისტრი იყო, ივანიშვილის მიერ დანიშნული, ივანიშვილის მიერ გათავისუფლებული, ივანიშვილის დავალებით დაიწერა მისი გათავისუფლების განცხადება, მაშინ როდესაც მან ამის თაობაზე საერთოდ არაფერი იცოდა. შეუძლებელია მას ეგონოს, რომ ან კობახიძე, ან ვიღაცა რიგითი წარმომადგენელი ამ კლანის იმ ძალაუფლებით შეიძლება სარგებლობდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩათრეული ყავდეს, მათ ინსტრუქციებს აძლევდეს და ისინი ხან მის ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ, ხან რაღაც მამას იჭერდნენ, ხან მერე მას ბრალს უმატებდნენ, მოკლედ შეუძლებელია, რომ ეს მასაც კი წარმოუდგენელია, რომ ეს ეგონოს. ის ივანიშვილს მიმართავს იმიტომ, რომ სხვა საბავის მიმართავს. ივანიშვილი არის ვინც ის მართლაკაცად აქცია, თუ რაცაც აქცია, რა ვიცი. ივანიშვილის წყალობით იყო, რომ ის ხან ტყეებს ჩუქნიდა თავის ცოლს და ხან ჩარტერებით დააფრენდა თავის შვილს და ხან კოლოსალური წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფციაში და რაღაც ფინანსურ რესურსთან ჰქონდა შეხება, რომელიც ივანიშვილის გარეშე მას უბრალოდ არ დაესიზმრებოდა, მაგდენი თვლა არ იცის ივანიშვილმა რამდენ ფულსაც და ამიტომ ხომ არ ჩათვალა, რომ ის პოლიტიკაში შეიძლება წასულიყო და ღარიბაშვილი სულ მაგას ამტკიცებს, რომ არაფერი მსგავსი არ მქონია. ღარიბაშვილი აი რატო გაქრა? ჩემი აზრით სასაცილო არგუმენტი ყველაფერია დასაშვები რასაკვირველი, მაგრამ ჩემი აზრით სასაცილო არგუმენტი, რომ ღარიბაშვილს რამე დამოუკიდებელი წონა ოდესმე გააჩნდა რამე ფორმით, რომ მას შესაძლებლობა ქონოდა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი პოლიტიკა ეწარმოება. ღარიბაშვილი არავინ არ არის, ღარიბაშვილი სახელს ვერ დაიმახსოვრებდნენ მისი მეზობლები ივანიშვილი რო არ არსებობდა. აი ახლა ირკვევა ამ საუბრებისას და ამ წერილების გამოქვეყნების ფონზე, რომ მის მიმართ გაცილებით უფრო მეტი სიმპათია იყო ქართული ოცნების რიგებში, ვიდრე მოქმედი პრემიერის ირაკლი კობახიძის, იმიტომ რომ როგორც არ მაზახვლედიანი ამბობს, მეტი სენსიტიურობა ახასიათებდაო მაინც ღარიბაშვილს, რაც არ აქვს ირაკლი კობახიძეს, მას საერთოდ ეს თვისება დეფიციტია. და ამის შეეშინდა ივანიშვილს და გადაწყვიტა, რომ ასე დასაჯოს, რომ არიქა ღარიბაშვილი უცებ არ გახდეს ივანიშვილის სამართლდა თუ რაღაც პოლიტიკური მემკვიდრე ამ ქვეყანაში ივანიშვილთან შევთ. არ ვიცი, ნათია, ანუ მეცინება ამ არგუმენტზე გულწრფელად მეცინება იმის გათვალისწინებით, რასაც მე ვუყურებ 14 წელიწადია. ხა მე რო სხვა რამეს ვუყურებდი, აქ რო ერთი შემთხვევა მაინც ყოფილიყო, ერთი საგამონაკლისო შემთხვევა მაინც ყოფილიყო ამ 14 წლის ისტორიაში, როდესაც ვინმე გაბედა გამიჯნოდა ივანიშვილს და ეს წარმატებულად გაეკეთებინა, მაშინ შეიძლება და მეფიქრა, რომ რა ვიცი, შეიძლება ღარიბაშვილმაც დაიწყო იქ რაღაც ამერიკელებთან ლაპარაკი და სანქციებისთვის თავის არიდება და ივანიშვილზე სადღაც ცუდად ილაპარაკა და იქნებ დამოუკიდებელი. ერთი მაგალითი მაინც რო გქონდეს, ერთი ნახევრად წარმატებული მაგალითი მაინც რო გქონდეს, რომ ვინმეს ივანიშვილის კარზე ფეხი წაუწდა თუ გადაუწდა და გაბედა დამოუკიდებელი კარიერის წარმოება და ეს შეძლო მეტნაკლები წარმატებით, მაშინ შეიძლება და მეფიქრა, რომ იქნებ მართლა დაადგა ეს რაღაც ყელმოღერებული კაციც ამ გზას, მაგრამ ეს ბოლო 14 წელზე დაკვირვება მაფიქრებინებს, რომ ივანიშვილის გარეშე მის გუნდში უბრალოდ არაფერი არ ხდება.
და ერთი რამ მაინტერესებს მაინც და გადავიდეთ მე სხვა თემებზეც აზარალებს თუ არა ქართულ ოცნებას ეს პროცესი. ახლა მტკივნეულ თემებს შევეხეთ. ქართულ ოცნებას ყველაფერი აზარალებს, რაც არ არის ამ ქვეყნისთვის საკეთილდღეო. ყველაფერი, რაც რიგითი ქართველისგან შეიძლება გამოჩნდეს, რომ ეს არის ქმედება, რომელიც არ ემსახურება მის უშუალო კეთილდღეობას, მისი შვილის კეთილდღეობას, მისი ოჯახის უსაფრთხოებას და მომავალს ყველაფერი აზარალებს. მაგრამ ქვეყანას აზარალებს ვიდრე ოცნებას, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ოცნებასაც ალბათ სუფთად როგორ თქვა ემოციურად იმ თვალსაზრისით აზარალებს რომ ალბათ ვიღაცები ხვდებიან რომ მათ მიმართაც ან იდეალური მონა თუ შეიძლება ასე დაისაჯოს მათ მიმართაც არ იქნება ალბათ მეფე მობიერი თუ მათ რაღაც ხელი გადაუცდათ მაგრამ ეს ახლა აზარალებს შესაძლოა ემოციური თვალსაზრისით მაგრამ მაშინ როდესაც მთელი ეს ვერტიკალი დგას კორუფციაზე და შიშზე იქ ბუნებრივია რომ კონსოლიდაციას ასეთი ფაქტები ვერ არღვევს და თუ საუბრობთ იმაზე რამდენად ახლა სახალხო განწყობები შეიძლება იცვლებოდეს სახალხო განწყობები დიდი ხანია შეცვლილია სახალხო განწყობებით ეს ხელისუფლება დიდი ხანია ლეგიტიმური აღარ არის სულ რო არჩევნებს დავიდავანებოთ და არჩევნების ციფრებს არ შევხედოთ ქართული ოცნება დიდი ხანია სახალხო წარმომადგენლობით აღარ სარგებლობს, მაგრამ იმის გამო რომ არ არსებობს ალტერნატივა ბევრი წლის განმავლობაში, ვერავინ ვერ კაპიტალიზდება იმაზე, რომ ქართული ოცნება ობიექტურად რაღაც დიქტატორული წესებით აბსოლუტურად მინიმალური ლეგიტიმაციით მართავს სახელმწიფოს.